პროკურატურის მიერ წარდგენილი იყო ბრალდება 3 ეპიზოდში. ეს არის სამეგრელოს ეპიზოდი, დაჭრის ფაქტი, ეს არის საწვავის ბითვისების ფაქტი და ეს თანხის 59500 ლარის ბითვისების ფაქტი. სასამართლომ ბრალდებული გუნავა დამნაშავეცნო საწვავის და თანხის მითვისების ფაქტებზე და როგორც თქვენ მოისმინეთ, მიუხედავად მას 8 წლის თავისუფლების საქმეთა ამინისტიის კანონის გამოყენებით საბოლოოდ გადასაზღვრა 4 წლის თავისუფლების საქმეთა. რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ჩვენ გავეცნობით სასამართლოს განაჩენს და როდესაც ვნახავთ კანონიერებას და დასაბუთებულებას, მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას განაჩენის გასაჩივრების შესახებ. ანუ შეიძლება თქვენს განსაჩივროთ დიახ, გასაკვირველია. ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაჭრის ეპიზოდშიც ბატონი გუნავა ჩაიდინა დანაშაული, აღნიშნული მთლიანად გამყარებული იყო უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ სასამართლოზე და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სამივე ეპიზოდში გამოვიდა და გაუნტყუნებელი განაჩენი.